მოგესალმებით მეგობრებო, დაგიბრუნდით მორიგი ეპიზოდით. დღეს გვყავს ძალიან მაგარი სტუმარი, კოლორიტი, რა ვიცი, ხაშლამის მარადონა. გურჯაანელი კაი კაცი, ჯიგარი, გიგი გილიგაშვილი. მადლობა გიხდი გიგი. მადლობა თქვენ მოწვევით. დაგვაფასე, მოხვედი, ძალიან გაგვიხარდა. გაიკეთე შენ ვარდისფერი ქუდი. რატომ ვიცი ხები ვარდისფერი? იმიტომ რომ კაცები გიყვარს. რა ჩემი ზომა ვერ იშოვეთ ბიჭო, ჩემცაც მოვიდა. ქუდების ხელმძღვანელი ისა, ასე რომ. ამოდ შედაიფარე. არ მინდა გეფაროსა. როგორ ახარ გიგი? რა ვიცი ვარ, რა ცოტა ნაბახუსები ვარ, მაგრამ იგივე მთლიანობაში კარგათა ვარ. ნაბახუსებიდან მე მგონი შევძლებთ რომ გამოვიყვანოთ, ხო? მაგი მე თავარ ჩამოსული. ეხლავე მოვაგვარებთ მაგ პრობლემას. ეს ღვინო გადმოგცა ჩვენმა დღევანდელი გადაცემის სპონსორმა Wine Studio-მ. სპონსორი ყავს ხალხო, მოგილოცეთ. გილოცავთ. ერთი სიტყვით ეს ირაკლის პატარა ძუკნასავით. რა კიდო ბიჭო რატომ ვერ გავა? კაცები დავისხათ. ერთი სიტყვით ეს არის ასეთი ყურძნის ჯიში არის პინოტ ნოირი, როზე და იწარმოება გერმანიაში. გერმანული ღვინოა? გერმანული ღვინოა, ხო? გერმანული ლუდი ვიცი, გერმანული მანქანები ვიცი, გერმანული ნაციზმი ვიცით, მაგრამ გერმანული ღვინო. ხო, სხვათა შორის თეთრი და ასეთი როზე ღვინოებში სხვათა შორის ძალიან განვითარებულები არიან. მთლად ეხარ კაცტელი არ არის გიგი, კახური, მაგრამ ცუდი არ უნდა იყოს. იცი რა არის? ყოველთვის რაზე ის ვიჭედები ხოლმე რა. რომ სადმე ღვინის ფესტივალებზე რომ დავდივარ, იმიჯი მაქვს ესეთი რომ უნდა ვიცოდე ღვინო რა არა დაზი არა ვარ. აბა გაგვისინჯე ქიშვარდა ბიჭო, მოდი გაგვისინჯე, დავატრიალებ ხან მეღურებაა და მოუთხანა გამჩხანისა და ეხლა ეს სომელიები რო არიან რა ტიპები რო ხო იციან რომ რაღაცა 20% კენკრა, 25% ყვავილოვანი კომბოსტო რა ვაფშე ვერ ვიგებ ვერაფერს. დარი თაგვი, თაგვი, კატა რაღაცა მიკი მაუსი. ვაფშე არა ვარ არაფრისა და ერთადერთი ვცნობ გოგირდის გემოს რა. ბევრია გოგირდი მაგას ვიგებ. თუ არა აკეზე. და კუილად რაღაცეებს ავლაპარაკობ წინა გამომსვლელებს უსმენ ხოლმე რიგი ხო დგას ზოგადად ფესტივალებზე და ისინი რასაც იტყვიან ანუმატებ ანუ აკლებ რაღაცეებს და არა და წარმოდგენა არა მაქვს ღვინო როგორი უნდა. გაგვიმარჯოს ხალხო მოდი ჩვენ გასწავლოს გავუმარჯოს. მის პროსტა გემო გავუსინჯოთ რა. ხო ანუ არ დავიწყებთ ესეთ. სხვა შორის ჩვენი მეგობარი კომპანია არის ზაქარია ფალიაშვილის 5 ნომერში მეგობრებო. ეხა ახალი წლის პერიოდში აქვთ 40%-იანი ფასდაკლებები ევროპულ ღვინოებზე და რა ვიცი საუკეთესო ღვინოები აქვთ, ასე რომ შეგიძლიათ Wine Studio გელოდებათ. კი ბატონო, მე ახლა გეტყვით გულწრფელად როგორც პროფესიონალი თამად, არა როგორც სომელიე. ამ ღვინით დარი დედამ უნდა იტიროი თუ არ უნდა იტიროი. მიდი აბა. ხოიც გამოთქმა ეგეთი ამ ღვინით უკვდარიო დედამ არ უნდა იტიროიო, მაგარ ღვინოებზე ამობენ ხოლმე. აი ეს აკეთებ ხოლმე. მასტალ. ეგრე უნდა იმასავით ცხელი პიტნი ჩაი ჩავხტობ, მაიცა ეხლა კაცო რა პრობლემაა. მე მგონი უკვე მოეწონა და დავამბობ. მაგარია ძმაო. კი, მართლა ძალიან კარგი ღვინოა. მართლა კაი ღვინოა. მე თუ თქვა მე მეკითხება სასმელში, მით უმეტეს ღვინოებში მართლა მაგარი ღვინოა. ყოჩა. ვინ არიანო Wine Studio? კი, Wine Studio. ღვინოს ქვია დარვინო. ჩემი აპლოდისმენტები და პატივისცემა ამ ღვინის მწარმოებლებს მართლა მომეწონა. ძალიან კარგი. მოდი, ეხლა თუ დაგისმენთ ესეთ კითხვებს, ცხოვრებისეულს ვილაპარაკოთ, ვიბაასოთ, თან ღვინო გვაქვს, ჩავარტყავთ რამე რომ და აქ მიშა ჩაარტყავს ერთი ბოთლი გადმოიდგა თავის საკითხს. თქვენი ბაზრად რას გიზა? გიგი, რა ხდება აბა ერთი ცხოვრებაში, რას აკეთებ? რას მოღვაწეობ ბოლო პერიოდში? აი ახლა ეგეთი კითხვა დამისვრი 15 წელია ამაგაზე არ დავფიქრებულ ვარ რა ხდება ჩემ ცხოვრებაში. არაფერი, ჩვეულებრივ რუსთავი ორზე ვარ, ბატა გულიაშვილის კომედი ჯგუფის წევრი და სერიალში ძირითადად რა მიხო და მაროში მოღვაწეობ. და მე რო ვიცი რომ დამატებით კიდე სხვა საქმიანობაც გაქვს და მაგარ ხაშლამას აკეთებ? კი, კაცო. ეგ ჰობია, უკვე ხობათ იქცა ადრე პროფესია იყო, მაგრამ ეხლა რა კიღა დროა იმდენი აღარ ამრჩება.
ეხლა ჰობია რა, ჩემპიონში, კაჭრეთის ჩემპიონში ვმუშაობ, პოურად და ხაშლამასავ ხარშამ ხოლმე რა. შენ კონკრეტულად ხაშლამასზე მუშაობ. ხაშლამა მეხება მე. აი ხა როგორ არის ეგ ძალიან მეც ქიზიყიდან ვარ, მაგრამ ხაშლამი არ გამიკეთებია ჯერ. ხო და ანუ ყველას არ შეუძლია ხო მოხარს კულები დააკალდა ეგრევე ქიზიყიდან ვარო ეგრევე აეცია კულები მაგრამ ხაშლამა არ გამიკეთე ჯობდა ვაფშე არ გეთქვა ანუ კონკრეტულმა ადამიანმა ყველა ვერ გააკეთებს ხო ხაშლამა ზოგი ხო იტყვიან ხოლმე რა უნდაო მაგასო ხორცი ამოხარშული ჩაყარე მოხარშეო აი ზუსტად მაგაშია საქმე რომ როგორიათ რომ ხაშლამა უნდა მოხარშონ და გამოსდით მოხარშული ხორცი ძალიან მნიშვნელოვანია პირველ რიგში ის რომ ხორცი უნდა იყოს მოხარშვისას 10 კილოზე ზემოთ 10 კილოზე ქვემოთ არის მოხარშული ხორცი ვინც არ უნდა გააკეთოს შემდეგ უკვე საუკეთესო ნაჭრებზია აქ ლაპარაკი ძვალი ბევრი უნდაერიოს საუკეთესო სახაშლამი არის რეცეპტი ნეკნი და მკერდის წვერი ზოგადად რა საუკეთესო სახაშლამი მე ზომებად კარგად ზომებად უნდა იყოს დაჭრილი პატარებად არ უნდა იყოს დაჭრილი კაი ჯანიანად უნდა იყოს დაჭრილი და ესე მეცნიერულ დონეზე გაქვს შეnaquaneli ეს კი ბატონო კაცი მარტო მაგას აკეთებს ანუ მარტო ხაშლამას აკეთებ რესტორანში იგი არა რაღაც სხვადასხვა რაღაცეებსაც ვაკეთებ მაგრამ ძირითადად მაინც ხაშლამა მე რა მახსოვს იცი ხაშლამა და ბლომანჟი ბლომანჟი ხაშლამა და ბლომანჟი ძლიერი მხარე ტირამისუ აკეთებ ტირამისუ ამან იცის კახური ტირამისუ ნანახი მაქვს რაღაც ხარის მაწვნით და ნიგოზით და აი წამამეღო რა ნეტა გამხსენებოდა ეხლავე გავაკეთებდი კახურ ტირამისუ თავიდან ეგ იყო ტირამისუ და მე გადაიღეს იტალიელი ხო გურჯაანი და წაიღეს პირდაპირ ჩამოსული იყო ერთი იტალიელი გიგი საიდან გიცნობ იცი მე ვაფშე საიდან გავიგი შენზე ეს რაღაც სამზარეულოს ომები რო იყო გადაცემა იქ რო წაგიყვანეს აი ესეთი კითხვა მაქვს შენთან ეხა შენ ესეთი ქართულ ჯიგრულ გემრიელ საჭმელებზე ხარ მიჩვეული. იქ რომ მიხვედი და იქ ეხა ძირითადად ეხა ევროპული რაღაც ესთეტიკა იყო უფრო საჭმლისადმი. ხო და აი ამას როგორ მოერგერო რაღაცა ის რაღაცა 10 გრამი მაგალითად რაღაცა ბოსტნეული უნდა ყოფილიყო რაღაცა 20 გრამი ხორცი რაღაცა რომ პირში ეთამაშა. აი მაგ იმას ფორმას როგორ მოერგო შენი ესეთი სკილები. რო ვერ მეერგო იმიტომ მოცამამკრეცი რომ მორგებოდა ხო გამარჯვებული ვიქნებოდა. რა გამოცხადებით რომ ხა მასტერშეფში გამარჯვებული. მაგიტომაც არ მოცხადე. ვერ გავჯერ ხო ამდენი соуსი და რაღაცა და ის ხო თუ მე მარტო მაიონეზი და კეჩუპი ვიცოდი იქ რო ჩაველა. და წითელი ტყემალი და მწვანე ტყემალი რა. საწებელი? ხო, საწებელიც კარგი დაუშვათ. ანუ რაც ის არის რა, ჩვენი ძლიერი მხარე რაც არის. იმის соуსი, ამის соуსი, ის соуსი, ის соуსი რაღაცა, ყველასაც თავისი соуსი, მე მიკრომწვანილები აემხელა რაღაცა. ორი ბუჯა კინძი თუ არ დააჭერ საჭმელის რა საჭმელია. აი ეგრე მიაგდებდი, კაპე აემხელა რაღაცა. ის ფოთოლი და ტაში. თავი დამადები. გენიალურია. არა ბუჯო რას ლაპარაკობ, როგორ უნდა შეგუებოდა კახეთში მე რომ წვავ ხოლმე რაღაც ბარბეკიუ соуსი თუ მოვასყე, გეია ასე არ უნდა ქნა. ეგარი დადაშაული. ყველა საინტერესო რა არის იცი? წინაზე ვიყავი ერთ-ერთ რესტორანში, ნუ არ დავასახელებ, სადამ არ გადამიხდიან რა თქმა უნდა. ხო და რა ხდება რომ რაღაცა ისეთი განსხვავებული საჭმლის დაგემოვნება მინდოდა. თან ვიყავი ჩემს შეყვარებულთან ერთად, ხო და ამ ქალებმა ხო იცი როგორ იციან რაღაცა ყველაზე უაზრობა რაც იციან, იმას აარჩევენ ეგრევე რა და იქ რაღაც სპეც კერძი არის შეფისგან, პატარა ხინკლები არის, იმის რა ქვია, გოგრის соуსში და იმის რა ქვია, შიგთავსი აქვს ქათმის გულღვიძლი. ნუ ყვები. ანუ ხო ასეთ ხამწვადზე უნდა ვიფიქრო რომ გადავიტანო ყურადღება თორე ასეთ მიდგომას კერძთან მე დავშილდი სისხლის სამართლის იმით რა ქვია იმიტომ რომ არ ეს გაუპატიურებაა ჩულებრივად ხარ არის რაღაც კერძები რომლის მოდერნიზაცია შეგიძლიათ აი რა გინდა თო ადვოკატი დაიქირავე ხინკლისგან რა უნდა ვერ გავიგე არა ყველაფერს რაღაცას ბიჭო იმას აშურებიან რა პრანჭამენ ძალიან თორე აი ხლა რო შეხვალა ძალიან ისეთი რო არის დონე რესტორანი და მოკლედ ჩვენ ისე აქ ვართ და ვაგრძელებთ პოდკასტის ჩაწერას ასე რომ მეგობრებო თუ გნებავთ პოდკასტის ვლოგის ვიდეო გაკვეთილების გადაღება მობრძანეთ პოდკასტ კორნერში ჩვენ მეგობარ სტუდიაში და ჩაწერეთ ნებისმიერი თქვენთვის სასურველი კონტენტი და ჩვენ ვაგრძელებთ გადაცემას წავიდეთ ჩიხითმას რო რაღაც ამდენი რო გისხია მათლაფაზე ჩიხითმა და იქ რაღაცა მიგდებული მოგდებული
რესტორანი ვიცი მე დედა რო არ დაგისხამს იმდენი უნდა გისხა და ეთებში უნდა იყოს ასე გავხსებული რომ დაგჭე კიდევაც მე რა ვიცი მე მაგათ ვერაფერი ვერ მეც მაგის მომხრე ვარ 100%. არის იცი რა არის რაღაცა კერძები რომლის მოდერნიზაცია შეგიძლია რა რაღაცა ევროპული სახელმისა არ აქვს მაგას მნიშვნელობა იქ შეიძლება რაღაც ხორცი იყოს აი ძალიან ისეთი გასაკეთებელი რა რაღაცა სხვადასხვანაირი соуზები соуси არის მეშლება რა соусები ჩაამატო და რაღაცნაირად სხვადასხვანაირი სახე მის მაგრამ როდესაც არის რაღაც სტანდარტული კერძი რომელიც უნდა იყოს სტანდარტული ეს არის ჩემი სუბიექტური აზრი არ ვიცი მე გეთანხმები მე კიდია და სამშობლოს მოღალატეობა უნდა იყოს ხო უნდა დატოვო რა ისე რა იცი რა არის იმიტომ რომ ხინკალს რო აკეთებ ვერ გავიგე რა არ გიყვარს საქართველო რუსი ხარ მტერი ხარ რუსებს მაგრად უყვართ ხოთაშულის ხო და რისი თქმა მინდა რომ ესენი რაღაცა ძალიან ჩალიჩობენ რომ რაღაც მოერგონ ევროპულ სტანდარტებს და რატო როდესაც შენი ის გაქვს რა ქვია რაღაც კულტურა გაკეთები და ანუ სხვას უცხოს უფრო ესევასება ქართულენ რატო უნდა დაამსგავსო იმას ხო როდესაც უკვე არ შემდგარი კერძი არის რა ანუ იმაში არის თავისი წვენი ანუ ბულიონი ხორცი რა ვიცი გარიდან ეს ხინკლის ფანია 10 წუთიანი მონოლოგი და ხინკალი არის ჩემთვის წმინდა რა ანუ არ უნდა ხინკალს ერთხელ მოვიწამლე და მე ვერ ვჭამდი 1-7 წელი და ეხა ჩაულებრივ საჭმელად მიმაჩნია ანუ ვეღარ ვუყურებ ისე რომ აი ხინკალი რაღაცა ისა გიგი თუ რამე მე უფრო მელაპარაკი იქით გადახრები სავარაუდოდ იმას და ხინკალი არ უყვარს ხინკალი არ უყვარს არა ზავაგეროდ წვადი მიყვარს რავი აჭარული ხაჭაპური მაგრამ ხინკალმა მომწამლა რა უყვარს გიგი შენ როგორც ვიცი გურჯაანიდან ხარ ხო კი ბატონო არაშენდიდან გურჯაანის რაიონიდან ხო და ძალიან ისეთი გავრცელებული თემა არის ეს დაპირისპირებული თემა რა ხო თელავი გურჯაანი და მე ყოველთვის მაინტერესება საიდან დაიწყო და რატო არის ეგ ეგ მაგის იმებს მრავალი ვერსია რაღაც შენ რო ის ხომ მეცმინდა ბიჭო თავისი ვერსიები და საქციელით გეი ხარ ჩაულებრივ თელაველებს თავისი მაგრამ ეგ საკითხი მე და ჩემმა თელაველმა მეგობრებმა გურჯაანელმა მეგობრებმა გადავჭერით 3 ეტაპად მოხდა შერიგება. პირველი кейფი იყო, ეხლა მესამე ეტაპი ჯერ არ დამდგარო, მაგას აუცილებლად გაგაგებინებთ. პირველი ღონისძიება იყო გურჯაანში, მეორე თელავში და ეხლა მესამე რა გვაქვს ჩაფიქრებული? ეს კურდღილსა და მონადირის ამბავი ხო იცით? ეგ ხო, ეგ გავიგეთ უკვე. ეს ძეგლი, კურდღილსა და მონადირის ძეგლი უნდა დავდგათ საზღვართან. პირდაპირ თელავი გურჯაანის გასაყართან. ოღონდ ეხლა უყურე რა იქნება. ეს გურჯაანელები ამ ანეკდოტს თელაველებზე ყვებიან, თელაველები გურჯაანს რა, ყველა თავისებურად აყვება. მაგაზე დავაიყო რომ მონადირე საით უნდა იდგე, კურდღელი საით უნდა იდგეიო. ამიტომ ძეგლი იქნება მოძრავი. თან უყურე ბიზნეს იდეა კიდე. შენ ლარიანს ჩააგდებ, შაატრიალებ, გაიგე შენა. მონადირე გურჯაანისკენ გადმაიყვან. თელაველი გამაივლის ლარიან ჩააგდებ, შაატრიალებს იქით. ხო ეს ფული სად მიდის მე? ეს ფული ხმარდება კიდევ და კიდევ რა თქმა უნდა შერიგებასა და ინტეგრაციას გურჯაანისა და ხო სუფრას кейფებს რა თქმა უნდა კაცო სად უნდა წავიდე არტილერიის შეძენას აი ერთი მხარე რო იძახეს რომ არა ჩვენ ყველაფერში კარგში ვხარჯავთ და მეორე მხარეს რომ რაკეტები უწყობთ კი ჩვენს კარგ საქმეებში ვარ ხო ჩუმად რო იარაღდები ხო ჩუმად რო იარაღდები ამ ლარიანებით ხო და ანუ ყველა საინტერესო კიდე რა გამიგია ეხლა მეც ძალიან ბევრი ისეთი ისტორიები მესმის ხომ იქნა გამომდინარე რომ ნუ ისეთი მხრიდან არიან ჩემი პაპაბებია რომ ჩვენ უფრო ნეიტრალიტეტი ჩვენ დაჟე ვიზახთ რომ კახელები არც ვართ შუაშისტები ხარ ხო ნეიტრალისტები ვართ ცენტრისტები ვართ ჩვენ ხო და კონფორმისტები კიდე იმაზე აქვს ხოლმე დავაო რომ სადაური იყო ერეკლე მეორეო გურჯაანელიო თელაველიო და შენ რა თეორია გაქვს მაინტერესებს ეხლა ხო ბევრი თეორია არსებობს კაცო რომ თელავში მეფეთა მუშაობდა გურჯაანელი იყო გურჯაანელები ამბობენ რომ გურჯაანელი იყო და თელავში მეფეთა მუშაობდა ოფისი ჰქონდა იქაო ამაზე თელაველების უგიჟდებია რა თქმა უნდა და მიზეზიც აქვს კაცო ასე რომ ნუ დავაკონკრეტებთ და ჩვენც დავრჩეთ ნეიტრალურები არ ვიცით არ ვიცით ეგა არანაირი მიკერძოება არავინ არ გადავიკიდეთ არავინ არ ხო კიდე ერთი ესეთი კითხვა მაქვს შენთან ძალიან ესეთი საინტერესო მე მგონი მომეკიდა ბიჭო რაღაცნაირად უკვე მაგარი გვინოა ძალიან მართლა კაია აი არის რაღაცა აი ესეთი მაგალითად რა თქმა უნდა ქართული კერძების გარდა ისევ ამას მიუბრუნდი რაღაცა ისეთი არა ქართული კერძები რომელიც მაგრად გიყვარს რომელსაც იმაშვები რა ქვია ესა კაი კითხვაა სხვა შორის ეხლა ესეთი
კახელი კაცი ხარ, რომელიც ამ საქმეშია სამზარეულო არის რაღაცა ისეთი. ბევრი ეხლა რა თქმა უნდა. მაგალითად ეხლა თევზეული მიყვარს ძალიან. და ყველანაირ თევზეულს ამ. სუშიზე რას ფიქრობ, სუშიზე? თუ მარტო გეების საჭმელია მაგას ფიქრობ? არა, სუში და სხვათა შორის, აი მე ხო ადრე ბევრს დავწანწალებდი რა და აი ეგ მაგაზეც მივილაპარაკებთ. სუში რო ჭამე კორეაში ისეთი სუში საქართველოში რა თქმა უნდა ვერ ავჭამე. იტალიაში რო ჭამე ტირამისუ, პირველად ავჭამე იტალიაში სიმართლე გითხრა რა, არც ვიცოდი, თბილეულის დიდად მოყვარული არა ვარ და გითხრეს რომ აქ ამზადდება მსოფლიოს საუკეთესო ტირამისუ და მე რო დავდიოდი ვაფშე სხვა რაღაცას მაჭმებდნენ, კაცო. ტირამისუ მინდა ვეუბნებო ტირამისუ, არა, აბა ეს არის ტირამისუ. რა არ და იქ სხვა რაღაცა მაჭამეს, აქ სხვა რაღაცა მაჭამეს. ასე რომ მიყვარს თევზეული მიყვარს ძალიან რა. მოკლედ. და აქ რაღაცა ვერ იმაშრობე. არა, ესა გადაუბაა რომ კახელი კაცია, მაგრამ ესეთ კერძებს იქ სინჯავდა რა, ორიგინალ ადგილას, ანუ ტირამისუ იტალიაში. კორეის კაიქალი ვიყავთო. რომ მოგვიყვე. მოგზაურობდი სამსახურიდან დავდიოდი. ოპერატორი იყავი როგორც იცი. კი, ოპერატორი ვიყავი. ნახე რამდენიც გაიარა ოპერატორიდან დაიწყო, მე წავიდა ხაშლომბაში და ბოლოს მოხდა მსახიობად. ისევ რა კამერის უკან ვიდექი და კამერის წინ მამიწია ეხლა დგომა რა. არა, ეს არის სხვა შორის მოდი დაწვრილებით მოვყვეთ, იმიტომ რომ ეხლა ბევრი ადამიანია რა თქმა უნდა, რომ აინტერესებს აი ტელევიზიაში როგორ მოვხვდე, ხო, ეს ერთ კითხვაში რომ შევაჯამოთ, რომ აი ტელევიზიაში როგორ მოვხვდე. საიდან დავიწყოთ? ხო, აი, საიდან დაიწყე, რა გზა გაიარე გიგი, რომ მოკლედ ბავშვობაში ვიყავი ფოტოგრაფი, ფოტომოყვარული რა და მინდოდა ოპერატორობა და უნივერსიტეტი რო დავამთავრე, მე წავედი სტაჟიორად რუსთავიორზე. და დაახლოებით წელიწად ნახევარი მაინც სტაჟიორი ვიყავი, მე 5 წელი ვიმუშავე დილის გადაცემაში ოპერატორად. მე იქიდან წავედი ინფრასტრუქტურის სამინისტროში. საინასადმო. პრესსამსახურში. მე რაღაცა გამოვტოვე. არა, პრესსამსახურში, იქაც ოპერატორად რა. ხო და მე ამ სამინისტროდან დავდიოდი ხშირად მივლინებებში, ჩემო ბატონო და მე იქიდანაც რო წამოვედი, დავბრუნდი სოფელში და ჩემთვის მაიმუნობდი Facebook-ზე, იქიდან მოხვდი სამზარეულო სომებში, იქიდან პაატა შოუში და აი მოვედი აქამდე რა. შვენიერი, ესე იგი ადამიანი მიდგება, მოდგება ყველაფერი გამოდის. როგორ არის, ეხლა ერთი ის ამბავი გამახსენდა რა, ერთი ბუძგანა ყავდა ადრეც მოვყევი, მაგრამ ამასთან დაკავშირებით ბუძგანამ გააკეთა ავარია რა. გაზი კი გადააბრუნა ვეჯინი პავაროჩი. კომუნისტების დროა და ბუძგანა სასამართლებენ რა. აბაო როგორ მოხდა, რა მოხდაო, მოყევიო. ხო და ბუძგანამ დაიწყო რომ ბიჭო თენდა მოუტყანო, დილა გათენდაო და ჯემალა მოიდაო, ჩემ მეზობელიო და წავედი თალაზანზე ბადეებითო. თევზი დავიჭირე, თევზიო, რომო ხარშეთო 3 სინი გამოიდა, მე რო სინები მაქვს ტაშკენტიდან რო ჩამოიტან მოსამართლესო რომ მოსამართლე დაიცი. ტაშკენტიდან რო ჩამოიტან დიდი სინები რომ აქვს, პატარა კი დიდი სინები 3 სინი გამოვიდაო, ბიჭო 3 სინიო და მოსამართლემ გააჩერა. რა არ გვაინტერესებს ეგაო, ბიჭო, მოკლედ მოიყევიო. მოკლედო? ხო, მოკლედო. დავჯექი კოლაქში გადაბრუნდი ვეჯინში. ეხლა მეც ბუძგანასავით კინაღამ დავიწყე მოყოლა, აი ქერან დავიბადე აგაი გურჯანში, იქიდან იქ წაველი, იქიდან იქ წაველი. ხო და მოკლედ რომ მოვყვე დავიწყე რუსთავიორით მოვედი აქა რა. დანარჩენ საინტერესო მოხდი პროდუქტიონში კიდევაც. პოდკასტზე კი. იმიტომ რომ ძალიან დიდი ხანი გიყურებდი და ძალიან მინდოდა ჩვენს შოუში ყოფილიყავე. მე სხვათა შორის ძალიან მომწონს თქვენი იუმორი, თვალს გადევნებთ და სიამოვნებით. აბა ყველაზე ისე დასამახსოვრებელი მომენტი რა იყო შენთვის? ხან ჩვენი ვიდა. გაი ყველამ ვიცით ეხლა რა ცოტა რაღაცა უნდა თელი კაჭრეთი მაღაზია ლაპარაკობს, კაჭრეთი არა შენ და მაღაზია ლაპარაკობს. ესე იგი ჩამოგვესრულება კახეთში. კი, კაცო, კი, უყარხართ ხარ სხვათა შორის. მადლობა ის სხვა შორის კახეთიდან სიყვარული მომდის. ერთი ძალიან კაი ამბავი. ჩემთვის მაგალითად ყოველთვის ეს ღვინოები ჩემ მეზობლებთან მაქვს. რომელ კუთხის იუმორი უფრო მოგწონს, როცა მეკითხებიან. ეხლა ყველა კუთხისა მომწონს, ყველა კუთხეს თავისი იუმორი აქვს, მაგრამ ჩემთვის იუმორი მოდის ქიზიყიდან რა. ქიზიყური იუმორი არის ჩემთვის ყველაზე მაგარი. ხო და ეგ იგრძნობა რა თქვენ იმეებში მიდის ხოლმე კარგად.
გიგი ესეთ თორე ფსევდონიმი ძალიან არ გაიხსნა გიზიყელები მაგრამ გადაობა ეს კეთილმოწყობილები ოღონდ გვაქებენ რა ხო არა კონტექსტი სხვა აქვს ხოლმე ეხლა პაპა ჩემის მაგარი მოგიყვი გინდა ნო კაროჩე ეს მაგარი ისტორია და არც არ მაქვს მოყოლილი დედა ჩემს ყავს დაძმა ხო და როდესაც უკვე ის პერიოდი მოხდა რომ გათხოვდნენ დაინიშნენ და ერთადერთი ბიჭი მე ვარ ამ შვილიშვილებში 5 გოგო ერთი ბიჭი მე ვარ ხო და ამ ქიზიყელებმა რაღაცნაირად აი ისე იციან მოსიყვარულება რა რომ აი პაპაჩემი მაგალითად რახან ერთი ბიჭი ვიყავი მეძახოდი პაპას ყვერებიანო და ეს გრძელი ის რო იყო ყვეროს მეძახოდა ხოლმე რა მაგ შემოკლებით რა შემოკლებით ეგეც ეზარებოდა ხო ეზარებოდა ოღონდ ეს ყვერო იყო ის რა ქვია სიყვარული ხო და ნუ ზაფხულობით ჩავდიოდი ხოლმე ვისვენებდი ხოლმე და ესეთ სიტუაციაა რომ დაახლოებით ესე 2010-11 წლებია რაღაც 14-15 წლის ბიჭი ვარ პატარა ბიჭი ვარ რა თან თბილისელი ვარ და იქ რო ბლატაობრა და იქ ეხლა თან იქ დედოფლის წყაროელი გოგოები ეს იქ ბირჟა იყო ხოლმე სადაც ვიჯექით ხოლმე და რაღაც ლაპარაკობდი სემიჭი ხო სადაც როგორც ხდებოდა ხოლმე სოფლებში და ბიჭო ეს გოგოები თვალს ბიჟულები თან რო გაიგეს თბილისელი ირაკლიაო ჩამოსული გამოიპრაჭენ რაღაც ეს ლურჯი წენები წაისვეს აი როგაჟღაჟებს კაროჩე ხო და ისეთი სიტუაციაა რომ ეს სკამი დგას ერთი 15 ბავშვი ვზივარ და ბოლოში ვზივარ მე გოგოს ველაპარაკებოდი რაღაცას და პაპა ჩემს ყავდა მაშინ 24-ხანი ვოლგა და მანქანა გააჩერა აი თავი გადმოყო და ჯო ყვერო სახში არ მოდიხარო და მოიც აქ რა მოხდა პირველმა მეორეს მიხედა მეორე მე ვერ მიხნე ვის უთხრა და ბოლოს ყველა მე რომ მიყურდა მარცხნივ ვიყურებ და აღარ ყველა მიხდა რომ ყვერი შე და მიხდა რომ ყვერი მე მაგის მერე გალი არ გიჭირდა ხო და მოკლედ ესეთი ის აქვთ ქიზიყელებს რაღაცნაირი სპეციფიური ენა აქვთ. კიდე ძალიან ბევრი ისეთი ისტორია მაქვს, რაღაცა მე მოგიყვებით. ქიზიყელებს მაგარი ენა. მე კიდე მოგიყვებით. მე რეებს მეძახდნენ კიდე მოგიყვებით. მარტო ყვერზე კი არ გაჩერდი. ეხლა თუ მაჩ იქნება რომ მოყვე, ასე რომ შემდეგებზე მოვიტოვებ. იგი ესეთი ფსევდონიმი გაქვს ქიშვარდას ბიჭი. ეს ქიშვარდა მამაშენს. და ესე დაემთხვა ესე. ესე დაემთხვა. დაემთხვა რომ მამამის ეგრე დაემთხვა. ეხლა რა ხდებოდა რა? ეს მამა ჩემი იყო 46 წელში დაბადებული და მაშინ სახში მშობიარობდნენ ქალები. ხო და ეს მამა ბებია ჩემა რომ იმშობიარა, იქვე მჯდარა ბებია ჩემის დეიდა, ერთი ავიდე და კაცი ვიღაცა და ერთადერთი წიგნი ქონდა წაკითხული რაღაც კომუნისტური წიგნი დაწერილი. ის წიგნი იმ წიგნსაც ვერსად ვერ მივაკვდი, ავტორიც არავინც ის არ წიგნი იცის. და იქ ერქვა კოლმეურნეობის თავმჯდომარეს ქიშვარდა. ხო და აუტეხი ამ ქალს რო ქიშვარდა დავარქვათ, ხო წარმოგიდგენია როგორ დასახავდნენ იმ ტიპს რო რაღაცა ლამაზი ჭკვიანი ნიჭიერი და დავარქვათ ქიშვარდა და ამ ქალს უარი ვეღარ უთხრეს, ყველაზე უფროსი ის ქალი იყო, დაარქვე ქიშვარდა. არ უყვარდა დიდად თავის სახელი და მაგრამ ძალიან მაგარი მამა იყო და იქიდან მე შემოგჭა და ხო დავირქვი ქიშვარდაი ბიჭი. აბა მამა ჩემ შეიძლება უყვარს თავის სახელი, მაგრამ მიმატოვა და აბა ის იყო დეპრესიული ჩარტო ამიშას ცხოვრები და გავანეიტრალი, თორე ძალიან კარგად მივდიოდა. მამას ალბათ მოგიწყო მიშას. კარგი მამა იქნებით, სავარაუდოდ, რა ვიცი. რაღაც შეთქმულების თეორიას ავითარი, ხო, მაგის ყოფილა არ ყოფილა, ხო? გიგი, უყურე 21 საუკუნეში ვართ ახლა. 2025 წელი მოდის და ეს ახალგაზრდა ბიჭები ვართ. ზოგი მაგალითად პოდკასტს აკეთებს, ზოგი ბლოგს იღებს, რაღაცა ყველა რაღაცას აკეთებს ამ თანამედროვე ტექნოლოგიებში არიან ჩართული. აი, ჩვენი ასაკისები რო იყავით, აი, თქვენ დროს გურჯაანში რითი ერთობოდით ხომ, რას აკეთებდით? ჩვენა? ხო. ისეთ პერიოდში მოგიწია თქვენ ახალგაზრდობა, რო ეგ მაინტერესებს გურჯაანში რა ხდებოდა. რამდენი წელს ხარ გიგი ბუდეში? მე ვარ 53-ის გავხდები 28 დეკემბერს. არაფრით. ეს სიმართლე გითხრა. ბიტკოინები. ხო, ვაფშე არ იყო გასართობი. არა მარტო გურჯაანში, ხა კახეთში არსად რა, ეგრე მაინინგი. ხო, ადვილად ვერ გაერთობოდი, რა ვიცი. სულ ბავშვობაში ხო, უფრო მძიმე პერიოდი იყო. 90-იანებში ერთი ჯოხი მქონდა, ხან თოფი იყო, ხან ცხენი იყო, რა ვიცი, ყველაფერი ის იყო, აი, ხანზე შევჯდებოდი, ხან მხარზე გავიდებდი. გუდროსა გეჭავდით თქვენც?
კი, კაცო. ვა. გუდრონს ჩვენ ვღეჭავდით ვარკეტილში. არ მეგონა სხვაგანს თუ მძიმე ნუ ვარკეტილი ხა კახეთის გზატკეცილთან არის და მაინც რაღაცა შეხება გავა. შემოვიდა გუდრონი. მაფია იყო იქ ოლიგარქები იყვნენ. გუდრონის ბარონები არდნენ. ეხა თელაველები დაწერო ჩვენი იყო ეგ კაციო გუდრონის ბარონია. გურჯაანელები ჩვენი იყო. არა, კიდე ბავშვობაში რა იყო რა ვიცი საერთო კახეთსა და ჩვენ უფრო გარდამავალი დრო მოგვიწია ჩვენ 2000-იანების ბავშვები ვართ და ჩვენ უფრო მოგვიწია რომ შუქი გქონდა ჩვენ კი 90-იანი შუქი არ გქონდა არა რაღაც პერიოდი არ გქონდა მაგრამ მე იყო უკვე რა იმიტომ რომ 96-იანი ვართ მე და შენ და მე უკვე 2000-იანებს რო გადაცდა და მე უკვე შუქი და ის იყო ეხა ბავშვებს გონიათ რომ შუქი სულ იყო არ იყო ეხა ეს რო ანათებს სასწაულია ჩვენთვის ირაკლის დღემდე არ ჯერა ყოველჯერს რო ინთება კი კაცო ეხლა ეს რადგან შეწარს ირაკლი გონია რომ სასწაული ხდება ამას წინ პატარა ბავშვებთან მოხდი რა სადღაც 15-16 წლის ბავშვებთან და აი მე უთხარი საუბრობდი და ყველა ანეკდოტს თავისი ის აქვს რა ეპოქა აქვს რო ის მაშინ სასაცილო ძალიან მოდაში იყო ჩემ ბავშვობაში ანეკდოტი ბიჭო მამაშენსო დელმა დაარტყაო და ვაშა დენი მოსულავ ამან ტაში ჩამოდი ამას უყვები და ეს ბავშვები იყო შენ ყურე მან რა არის სასაცილო ვერ იგებენ რა დენი რატო უნდა ჩაქრეს ანუ ვაშა რატო უნდა მე თავი დავიწვი რომ გამეცნე რომ ბებერი ვარ ჩემთვის სასაცილო ანეკდოტი ანუ რაღაცა გაუგებრობები არის ხოლმე კავრიჩი და თაობებს შორის როგორც ვატყობ. კაცო კი არის ეგეთი ისინი. ცეკას მდივანი შედის ახინკლეში და ხოდა შორის გიგი ძალიან ბევრი ანუ გიგი საყვარელი თემა არის მეორე მსოფლიოები რო იცოდე. ჩემი საყვარელი თემა. მაღაზია ერთი სიტყვით ისტორიები რომელ მხარესკენ იყავი? ჰა? რომელი მხარესკენ იყავი? ესესი თუ ბიჭო ეგეც არა ეხლა ეგეც მოიწო მართლა აპირებს მოყოლაც არა სხვა რაღაცას მეთქი რა მაგასთან დაკავშირებით შეიძლება სვასტიკა ეხლა აი ბავშვობაში სანამ უპასუხებს გავიწევი ცოტა არა კაცო მე ჩვენიანებისკენ ვიყავი ყველაფერი აი ბავშვობაში ან საბჭოთა ბავშვები ვინც ვიყავით რა და ეს ომი ხო ის იყო და სულ ომის ამბები გესმოდა და ისა და ესა გარჩაყვილო კი ხო და ახალის გავხსნათ ყველაფერი იყოფოდა ეხლა თქვენ ბავშვობაში ალბათ იყვნენ კარგები და ბოროტები რაღაცა ფილმში ანის ჩვენთვის იყო ფეხბურთი იყო ჩოგბურთი იყო ომზე იყო ფილმი მშვიდობაზე სიყვარულზე იყოფოდა ჩვენიანები და გერმანელები იმედია ჩვენს მეღვინეებს არ ეწყინებათ მეღვინეებს არ ეწყინებათ რა ყველაფერი ჩვენთვის იყო დაყოფილი ჩვენიანები და გერმანელები ვინც უნდა გენახა აბა ჩვენიანები რომლები არიან ესენი გერმანელები ისინი ტრებათ აღვიქვებოდა სულ იაპონელებმა და იტალიელებმა რა დააშავეს მაგათაც არ ყავდათ ნაკლები ნაცისტები არა მაგამდე ეხლა ვერავკაჩავდით ჩვენა კაცო მაგარი მოგიყვა გინდა ერთი სიტყვით 5 წელი ვიცხარ გერმანიაში ვსწავლობდი 2 წელს წინ ჩამოვედი ხო და აი ვინ არის იმათკე ხო ნუ გერმანული ნუ ქართული ვითვაკ მეორე ენაა ჩემთვის ხო და სანამ ჩავიდოდი რო ჩავედი ვიყავი 19 წლის ბიჭი პატარა ბიჭი ვიყავი რო ჩავედი მარტო ქალაქ პატარა ყვერი იყო აიცა მაგარი მოგიყვე ქალაქ კონში მოხვდი ერთი სიტყვით ხო და რაღაცა ერთი თვე ორი თვე გავიდა და 19 წლის ბიჭი ვარ რა ვიცი ახლა ჰორმონები მასხავს ყველა რომ მიმიშო ყველაფერზე მივდივარ რა პრობლემა არ არის მაგრამ ახალი ჩასული ხარ და ახლა პრობლემა ის არის რომ არავის არ იცნობ ხო და შემთხვევით გავიცანი ერთი გოგო შარლოტა გერმანელი აი გოგოა რა აი შეხედა ბროილერი ვით არის ჯიშიანია გერმანელი ხო და ეს შარლოტა იყო ნამყოფი კავკასიაში რა დაღესტანი მოვლილი ქონდა საქართველოს ასომხეთი აზერბაიჯანი და ნუ იქიდან გამომდინარე რომ ამ იმასთან შეხება ქონდა დავმეგობრდით რა ბევრი ესეთი საერთო გამოვნახეთ და თან მაშინ გერმანულს წეხავდი და ერთი თვეა საუბრობთ ხა ჩემთან ამბობდი ლობიანეს ვაკეთებთ რაღაცეებს მეც რა ჯერ ვერაობდი და ვარ ვიცი რა უთხრა როგორ ავთხოვ ეგ არ ვიცი ჯერ რა ხო და მამეც ხო ანუ არ ვიცი და ხო და აი ბოლოს მივალ მანდამდე და ეს შარლოტა ერთი დღეს მოვიდა რა და
ლობიანები ხوار გავაკეთოთ მეთქი რა ერთი 10 ჯერ გავაკეთე ლობიანები გო გავხეთქე უკვე შუაზე და ის გოგოც ფიქრობს როდის უნდა მომდგეს უილჯერზე ლობიანებს ხოდა საწყალი შარლო გოგო მეუბნება რომ ჩემთან მოდიო დღეს საღამოსო შფილაბენდი მოვაწყდა შფილაბენდი არის ვითამაშოთ რა სათამაშო საღამოა რა და ეხა ქართველი ვარ ეხა ქართული იმით ვარ ჩასული და ქართული ხო ვიცი გადატანით მნიშვნელობით რაღაცეებით ხო არ წავითამაშოთ პატარა და რაღაც ეგ არის მაგაზინი დააცხე ლობიანები და წახვედი ლობიანები ბაიცა ხოდა ერთი სიტყვით რა ხდება ეხლა ეგ გავიგე რა ოპ მეთქი всё ეგ არის მეთქი და გავარდი სავარჯიშო დარბაზში მაშინ დავიწყე ვარჯიშს ხოთაშორის აი ცხოვრებაში ნავარჯიშები რო არა მაქვს და წელის ვარჯიშს ვაკეთებ გიჟივითი და უკან რიგი მიდე ყველა მეკითხება რამდენი დაგრჩაო და მე ვაკეთებ წელს ვაკეთებ რომ წელი გაბაგრებული მქონდეს ნუ არჩე მაგრა ვივარჯიშე 3 საათი სახში მოვედი ეგრევე გადავივლე დუხები რაღაც მივისხი მოვისხი ხო და ქართველი გოიბივით ბამბანერკა და შამპანური ავიღე ლობიანებს აღარ ჯობია ლობიანებს კი ჯობია ხო და იმას მივედი ეხლა იქ მისამართი რაც ჩამიგდო იქ მივედი გულში რაღაც წარმოდგენები მაქვს აი ვერ წამოვიდგე რაღაცას უშვები კაროჩე რა ერთი სიტყვით რაღაც ასწავლებს ხო და ნუ კარზე დავაკაკუნე კარი იღება და ველოდები რომ ეს შარლოტა აი უნდა იყოს ჩაცმული რაღაც სასწაულად იმ შარვალ კოსტუმი მაცვიამდე ტყავის იმე ხო შარვალ კოსტუმი მაცვია და კატის ნიღაბი არა ბიჭო რაღაცა გაბორძგული თმები რაღაც ეს ცხენის ყუდივით ესე აქ თმები რაღაცა ხალათი აქ მოკრული და ფეხზე რა აცვია იცი აი ჩვენ ბავშვობაში რო იყო ლურჯი ფლოსტები R რო ეწერა სტრაფად რო ვირბოდი ხოლმე და ბუხლებამდე რო აბოცულდებოდა ეგეთი ჩუსტე ფლოსტები ეცვა და ქვემოდან კენჭები აქ გულში ფიქრობ რომ მეთქი რაღაცა საوارდ მიჩალიჩეს მეთქი რომ შევალთ მე უცებ გაიძრობს და მაგარ შევიდა სხვა იქნება ხო ანუ რაღაცა ფანტაზიებში ვარ წასული და გულში ფიქრობ მეთქი რა ხდება მეთქი რა და შევდივართ და თან იმეც მაინც არ ავკარგავ და იმაში შევდივართ და იმეც არ კარგავ რომ ლობიანებს შეჭავ ხო და წამოდიო ჩემ ოთახში შევიდეთო რა და აუ მეთქი всё ეგ არის რა ეგე ირაკლი მეთქი всё დღეს გიგულავია და გერმანია დაგიპყრია მეთქი რა ხო და კარები იღებ ამის ოთახის სანთლებია ესე რომანტიულად და რადევს საწოლზე შენი აზრით ნარდი მართლა სათამაშო დამიძახა და მაშინ მივხვდი რომ გერმანელი რო რაღაცას გეუბნება ანუ პირდაპირ გეუბნება რა გადატანით მნიშვნელობით არ გეუბნება და შფილამედი მოვაწყოთ და რახან ქართველი ვიყავი ეგ უნდა რომ ნარდისამერს ვარ ვიცი ნარდში მაინც დაანგრიე არ ვიცი ნარდის თამაში არ ვიცი ჭამეთ ბამბანერკა ხო და ჩაი ხوار მოგიტარო რა ვიცი მოიტანებთ ჩაი დავლი და წამოვედი და მე მივხვდი რომ ანუ სადაც ჩადიხარ იქ იმ მენტალიტეტს უნდა მოერგო რა იმიტომ რომ არა და როგორ არის შფილაბენი შფილაბენდი შფილაი თამაში აბენდი საღამო რომ ვიღაცა ეს რომ დაბლაშქრეს პონტია რა აი შფილაბენდი რომ ჩემთვის ხალს ეთქვა მეც ეგრე ვიფიქრებდი მაგრამ ეხა წახვალ კამათლები ხო არა და მოიცადე ამ მარტო ბეში და შაში რო კონდეს რომ ამ სიტუაციასთან ყველა საინტერესო რა არის იცი რომ ანუ ტიპი რა რასისტი იყო რომ რახან კავკასიიდან ვიყავი უნდა მცოდნო და ნარდის თამაში ანუ რატომ რა ვიცი ნარდის თამაში ხო ანუ არ ვიცი რა გავაკეთო შარლოტა თუ გვიყურებ რატომ მიაგდე ჩვენი ბიჭი ლობიანების გარეშე ხო და დაურჩი ესე როგორც კახელები იყვიან აბუგდებული რა მითხარი რაღაც გერმანიაზე რაღაცა ისტორია მაქვს ხო გაუმარჯო საბა ომის ისტორია კაცო გაუმარჯო საბა ომს არა კაცო გერმანელებისა და ქართველი ხალხის დაძმაკაცება აი გერმანული ღვინით გაუმარჯოს ჩვენ ეგ მისია გვაკისრია ამ გადაცემაში. კი ბატონო. აი გერმანულს ის შეუბერავს, მე უთხარი გერმანელებს. ვიძმაკაცო თქო. BMW გამოგუგზავნ, BMW. დაგოფინანსო ხო? BMW M6 BMW გამოგუგზავნ. BMW. აბა ერთი ბოყევი გივი რა იტ. მოგლეთ ერთი კოლორიტი ყვანდა რა. კახეთში. ხო და ეხლა ყვება ეს ომის ამბავს. გერმანელები გავძახით თუ რომ აი და ობიჯო შავი სვენოთო რა ცოტა ხანი პური შავჭამოთო გაგანია ომია რა მიდის ბომბების როლა თვითფრინავების აფეთქება რაღაცა და გავძახით თუ დაიცა ცოტა ხანო შავი სვენოთ ამოიკაკანოთ პური შავჭამოთო კარგიო გააჩერეს იმათაც როლა ჩვენცაო და დასხდნენ ბიჭები პური საჭმელათო და
მეო არამშიოდაო და სათევზაო წავედიო. ტბაზეო, გაყინული იყო ტბაო და გავედიო ტბაზეო, რომ უნდა გამეხრიტა ის ანკეს ჩამეგდო და უცბათო ბიჭო გამოვიდა მზეო, გალღვა წყალი და ჩავარდი შიგავ. ჩავარდი თუ არაო, ეგრევე ღრუბელს მიეფარა მზეო და ისევ გაიგინა. თავი მაქვს მარტო მაღლა. რა ვქნა, რა გავაკეთო, ვერაფერ ვერ ვაკეთებოდა. დავინახეო, რომ ჩვენებისა ტანკი მოდისო და ავტეხე ყვირილი მიშველეთ მოიდგნენო. ჩამოვიდნენ ესენიო და ერთმა თქვაო, რომ აბა რა სხვა გზა არ არისო, კისერზე დროსი მოვაბათო და ტანკს დაუბათ რა მოგლეჯამთო, სხვანაირად აბა ვერ ამოიყვანთ ამას. მამაბესო ბიჭო ეს დროსიო და დააქოქა ეს ტანკი და ბუქსაობს ვერაო. დაიცა შვილო მეუთხარ, აბა ჩამო მოდი აქაო. მოვიდაო. შედედა მოტყნილო შოფერი არა ხარ, უკან დაიწი და გააკვრეინე, ხო ხედავ რომ ბუქსაობა. დაიწი უკან და გააკვრეინე. აუ ის მოყევი რა გიხოცების სხვაინას რო გაიგებო ეგ არის ჩემი ფავა. სოინა მაგარი კაცი ყავდა სოინა. გერმანელებო ვერაო ცნობდიო ხშირად ამხდებოდნენო. ხო და სადა ხდებოდნენ ახლა რა ვიცი მე როგორ ხდებოდნენ მე რა ცნობდა ეგ არავინ არ იცის. ეთყობა შარლოტას პონჩი ყავდა ვიღაცა. ლობიანებს აჭმევდა. ავიყოლეს იმერი. მე მითხრაო კამანდირმა მითხრაო რომ სოინო ქართული იციო, რუსული იციო, უცხო ლაპარაკ რო გაიგებ დახოცე მაგათ დედაც მოყე ეგენი არიან. ჯო ღამეს ანგარში უწევა რომ ბიჭო ყარტიყუტი მესმისო და ადგომათაც აღარაღი და გავაძრე ლიმონკაიო და ერი გავკარო. რატო თავი არ მამიკუდება დილით 4 მეგრელი მკვდარი დამეყვა. ბოლოკივით ამოვყარე მიციდა. არ შეისაყვარელი თემაა. მე მაინტერესებს საიდან აქვს ამდენი ისტორია. ეგ მაინტერესებს საიდან ისრუტავ ამ ისტორიებს. ეხლა რა არის იცი, ხო იცი შარლოტასგან. და ყველა სოფელს აყავს ეგეთი კოლორიტი ომის ამბები რო აქვს მოგონილი რა. და ყველა ხალხი ეხლა მეგობრები ხომ ყავს სხვადასხვა სოფლებში და აი ჩვენი სოფლის ისტორია იმისი და სულ ყველა მიყვება ომის ამბებს რა. აი ეგრეა ეგ ამბავი. ეხლა ჩემი საყვარელი ისტორია არის ნაღდი ქიზიყური რა. მოკითხო ქიზიყელებს. ქიზიყელებს ჩემი მოკითხვა და პატივისცემა და მთელ საქართველოს ყველანი მიყვარხართ. გენაცვალეთ. ხო და ერთი თან ნამდვილი ამბავია რა. ანუ ისეთი არ არის. ხო არა ლიმონის გადაგდებაზე არ არის. მოგლეთ ერთი ქიზიყელი კაცი იყო და წერილი მოუვიდა როსტოვიდან. ბიძა თქვენიო გარდაიცვალა ამადამ საავადმყოფოში, ბიძა ყავდა როსტოვში რა. ხო და გთხოვთო ჩამობძანდეთ ამადამ საავადმყოფოს მორგშია და მიაქციოთ ყურადღება უპატრონოთ რაღაცა. ჩავიდა ბიჭო ესა და რო აჩვენეს ბიძამის ეს კაცი ავადმყოფობისგან, იმისგან და ძალიან იყო დაჩიავებული რა, გაუბედურებული და ეხლა ამან იფიქრა რა, ეს რო ქიზიყში ჩავასვენო, ხალხი ჭორაობა დაიწყებს რომ კაცი შიმშილით მოკლესო, ავადმყოფობით მოკლეიო, ყურადღებას არ აქცევდნენო ესაო და ერთი ღაშღაშა რუსი იყო და იმაი დაადოხელი ეს არის ბიძა ჩემიო. კაი ჯანიანი რუსი კაცო. თავისი ბიძა დაიკიდა და გამაატანეს ის უპატრონო რუსი ვიღაც. გამაატანეს და ტაბლეტკა უაზები რო იყო რა, ჩვენ ბავშვობაში იყო, თქვენ ბავშვობაშიაც გიქნებოდა, ხო და დაიქირავა იქ რასტოვში რომ უნდა ჩამოასვენოს ბიძა, ჩემი უნდა ჩავასვენო, დედოფლის ხაროს ჩავიყვანო. ეხლა თბილისს რო გამოიცდნენ, ამ ძღოლმა დაიწყო წუწუნი, გაიგეშენა რომ შორი ყოფილა მე თბილისამდე გითხარი ფასი, იქიდან კიდე თბილისიდან კიდე რამდენი რა 200 კილომეტრამდეა დედოფლის ხარომდე და მოგლეთ ბუზღუნებს ეს მძღოლი და მარტიაულში რომ მოვიდნენ ამ ძღოლ გედეეკეტა მოკლე ეს ჩუმათაზის ხმას არიღებს ყურადღებას არ აქცევს არც ხო არც არას არ ეუბნება ისა ჭუბობს უნდა დამიმატო შორია ეს ხმას არის მარტიაულში რომ შემოვიდნენ გადახტა მძღოლი გამააზრო გასაღები და მოკლეთო ამას უთხრა 1 მეტრს აღარ გავივლიო თუ არ დამიმატე ფულსაო ამა შეხედა შენ დედაც მოტყან მაგის მეტი რა არიქა წავალ სხვა წამოიღებ არ გავიგე იდვა ხო არის წოდა რომ მიწამსა მე წავალ სხვა წამოიღებ შენ კიდე ატარე ეგ ვიღაცა რუსი აღმადაღმა შენდა გაგია და ახლის სამოსაღებად წავიდა და შეატოვა ეს ვიღაცა რუსი ვიჯო სადღაც მარტოკას და ამარხინა სადღაც ვენახე ბულოში
აი ეგეთი მაგრები არიან დედოფლის წყაროელები და როგორად ხიზიყენ. დაუტოვა. დაუტოვა ხო, წავიდა კაცო. უფრო იაფატანახა ვიღაცა და უფრო ჯანიანიც სამა იყო. უფრო ჯანიანიც. მაგიმეთი რა იყო იქა შენ დედაც. ხო და აი ახლა ის ხო გეცოდინებათ მელ გიბსონა დოდო რო ყავთ ხიზიყში. არ ვიცი. ახლა კახური მეცახელები ხო განთქმულია რა და ჩემი ფავორიტი არის მელ გიბსონა დოდო. და რატო ქვია მელ გიბსონა დოდო? ცხოვრობს ერთ-ერთი სოფლის ბირჟასთან, გაიგე შენა და ქმარს აქვია ფრიდონა. დილით ქმარი ხო გამოვა ბირჟაზე და ფრიდონ! მელ გიბსონა დოდო. ფრიდონს რო ყოლეს. ძალიან მაგარია რა. ფრიდონ. ეხა ვიხდი, ეგ ძალიან მაგარი. Freedom. ეგა. გიგი, ბევრს რომ მოგზაურობდე, ყველაზე ისეთი ისტორია სად რამე შეგემთხვა, რაც დაგამახსოვრდა. რაც გამოყვე, ძალიან დიდი ხანია და ბიჭო, პირველი ისტორია მქონდა ბაქოში. რო უცბად გამაქანე პურიწყლი ქვაბივით, რო ეხლა დილაზე ბაქოში მივფრინავთ. ხო და ჩავედი და დაპატიჟებულები ვარ თიქაური მასპინძლისგან ჰილტონში ძალიან მაგარი რაღაც ასაული. ხო და თურმე იმას ყველაფერია გადახდილი, მაგრამ ესეც რომ არ იყოს, კაცო, მე რა ჩემი ფეხები ვიცოდი, თურმე ყველა სასტუმროში დილით ყვება არის უფასო. ჩამოვედი. აქ იშვარა ბიჭი 50 евро აქ მიუდინების ფული, ჭუაზე არ არის, ქვეყანა ფული მგონია. რაშენ იყო ქვეყანა ფული 50 რამდენი იყო? ჰილტონისთვის არ იყო. ნაკლუხის ბაზარში იყო დიდი ფული დორე. ბაქოს ჰილტონში ძალიან გეუბნები რომ ძალიან ცოტა იყო. ხო და რაღაცა ერბოკვერცხი ავიღე მოკლედ და რაღაც ბეკონის შემწვარი ბეკონი მიუდე და ნუ ეს შევჭამე და იქ იმათ ძალიან დემაბოსილად თავდაჯერებულად დაუძახე ანგარიში მომიტანეთ მეთქი აი ეგეთი ყეობა ჩემს სოხლეში გადავიკეთებია. სასტუმროში დილი თუფას ოკვებაზე ყველაფერი რო უფასოა, ბიჭო, ყველაფერი რო უფასოა, ერბოკვერცხზე ეძახი ანგარიში. 56 евро მომიტანა ანგარიში ერბოკვერცხში. მოიცა მართლა მოიტანა ის? მოიტანა, ბიჭო, ის იყო ვიღაცა შენძრეული იყო ისა და იპიკრე არის ვიღაცა ჩამოსული. ამის კეთილებიც მოიტანა ამისიო და თან ეთყობა იფიქრა რომ ამას 56 ევროზე მეტი არ ეკნებაო და ეხლა ხო შეიძლება 150 ეცემა და მეტი მაინც არ ეკნება. თა იყო, თა ჯიგარი იყო. ჯიგარი ხო ხერხულობაში არ ჩამაგდა და იგე შენ რომ სასესხებლად არ დამეწყო დვიჟენია და რაღაცები და 50 ევროიანი ცალკე მაქვს და 10 ევრომდე კიდე 5 евро და რაღაცა ხურდები და ამოიქეკე ეგრე ჯიბები დავყარე თქვენი დედაც მოხარი მე უთხარი საკათმე მამდიოდა გურჯაანში აფასად დავწერციან კათმიანად ძალიან წარეთ მახსოვს ეგა ეგ ისტორია რა და სულ ახლა ის ისტორია ხო ცნობილი ისტორია უნიტაზი რო იყო კორეაში ეგ ხო ის რო შეიღებე ხო რო შევიღებე ეგა აი ყველაზე ესე აი ბევრ ქვეყანაში იყავი და აი ყველაზე ესე კარგად რომელი დაგამახსოვრდა რომელი ქვეყანა რომელშიც კიდევ ერთხელ წახვიდოდი და გაიგულავებდი რა რაღაც კაი ისტორია რაღაცა ფეილი რო არის ხო რაღაც მეტყვება რო არ გადავწყვეტ ყველა ისტორიაში რაღაცა გებართება და ხო ბიჭო ეს ძირითადად ის იყო რა ძირითადად ხო სამუშაოდ დავდიოდი რო გითხრა რომ რომელიმე ქვეყანაში სადმე აი კახელს თუ შეხვედრი ხარ შენი კუთხიდან აი სამხრეთ კორეაში რა არა სამხრეთ კორეაში არა მაგრამ კვიპროსზე ვიყავით ჩასულები და იქაური ინფრასტრუქტურის მინისტრი გვათვალიერებინებს სანაპიროს როგორ კეთდება ხო და იქით წინ მუშები მუშაობენ და როგორც წესი ახლა ნანახი გექნებათ რომ ეს დელეგაცია რომ მოდის კამერით გავიქცევი წინ მოვტრიალდები რომ ამათი წამოსვლა გადავიღო კიდე გავიქცევი მოვტრიალდები და ჩვენ ქართველები ხო ყველგანა ვართ რა და მიურბივარ და იმათ ნელ-ნელა მიუახლოვდი 100 მეტრშიღა არიან და იქით თურმე უკვე ახალი დაგებულია ისინი თანაგებენ და ჩვენებურები იმათავ გონი ვარ ბერძე რა იცი ოპერატორი ქართველი ჩასული ვინ არის რა ჩემ გადააგვიყო ბოდიში მეუთხარ პირზე იტაც ხო აი მე ბოდიში ბერძენი მეგონეო ბერძენი რო ვიყო ეგ უნდა მალაკა შენ დამპალო შენ მალაკაო გითხრეს ეგრევე
მაგათენაზე მალაკა არის ეგ. ო, იფიქრეს რომ ეხლა ამას მაინც არ ესმის და მოკლედ ესეთი ბედი გაქვს რომ ყველგან რაღაცა უნდა მოხდეს. უბედურებების მეტი მე არ ვქერი არ ვნახია ცხოვრებაში, აი. გებცემ ხუამდენი მაქვს ნაცანცალები, რაღაცები, საესა. ყველაზე თქმილი მოგონება ბოლოს არის, მაგრამ მე თქმილი მოგონება. просто ბოლოს არის, მაგ თქმილი მოგონება. დანარჩენი ბოლოს არის მე წავიდა ეს იმაში გაუშვი. სტატისტიკა რო არის, ხო იწოვე. დეპრესიული ხაზი რო იქნება, ესეც შემიც მიაბატე შენს სასმელს. ქიშვარდაი ბიჭის მელანქოლიას დავარქვევთ ამ იმას ნაწილს. კი ბატონო, ამ გვინო და დამასევდია და მაგაზეც ეთქვა ეგ მაიტო მელანქოლია რა მელანქოლია. ჩავიდა გიჟვარდა ბიჭი თბილისში და მელანქოლია სად მოხდა ვისთან დაიჯდა რა მელანქოლია. მისმირეთ აი ეს რო იძახი რომ ეს კარგად ბახსოვს ბოლოს არის. რა მოხდა ისეთი რომ აი მაგრა დაგაბახსოვდა. ბიჭო, რა მოხდა? არაფერი მოხდა, პროსტა. ცუდი არაფერი მოხდა. ცუდი არაფერი მოხდა რა და თან აი ბევრი საჭმელი იყო რა იმ პერიოდში ეგ იყო ძალიან მნიშვნელოვანი გაიგეჩენ აი რაც გვენატრებოდა ბავშვებს იმას აი ყველაფერი იყო და სამი ესე იგი საწყალ ბავშვებს ერთი კარგი დღე ქონდა და ისიც ბოლოს არის წარმოიდგინე 10 წელი უსწინდეს საჭმელს არ ისიც იმის გამო საჭმელი იყო აბა ძალიან მაგარი ჩავკიმეთ ბოლოს სადავ ჩავკიმეთ და მეგონი დეპრესიულ თემებზე წაგვიღო უკვე უღრმესი მადლობა მეგობრებო ყველას ვინც გვიყურებთ ვინც გვიწერთ დიდი მადლობა წინა გადაცემის მე 1000 გამომწერი მოგულმატა მართლა სასწაული იყო მადლობა მაგისთვის და ჩვენც გავაგრძელებთ არ დავაგდებთ მაქსიმალურად გვითხარით ეს მაგიდის წყობა მოგეწონათ თუ არა თუ არ მოგეწონებათ რა მით უმეტეს ამას ხა კახელები უყურებენ ამ გადაცემას ეგრევე გვაგინებ თქვენი ახალი წყობა გამოიწერეთ მეგობრებო არხი დაალაიქეთ ვიდეო და აკომენტარეთ თქვენი აზრები და უღრმესი მადლობა კიდევ ერთხელ მადლობა გიგის მოსვლისთვის და შემდეგ ეპიზოდამდე წავედით ხა ეს ბოთლები დავწალ